საღამომშვიდობის უყურებთ კურიერ 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. დიდ თოვლობამ რეგიონების ნაწილში პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად თავს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მომდევნო 2 დღე ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეწყდა. შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რამდენიმე თვითმფრინავი დააშვა ქუთაისში, სადაც ბათუმისგან განსხვავებით რეისები დიდ თოვლობის მიუხედავად გეგმის მიხედვით სრულდება. რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, აქ ამ ეტაპზე მოძრაობა თავისუფალია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფორმაციით განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. სიმონ შანავა გვერდდება მეტი ინფორმაციით. სიმონ, რა ვითარებაა რეგიონებში? საქართველოს უკვე მეხუთე დღეა, რაც სტიქიას ებრძვის განსაკუთრებული პრობლემები არის შექმნილი. დასავლეთ საქართველოში, ბათუმში მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკა, ასევე 700-მდე თანამშრომელი ცდილობს, რომ გაუმკლავდეს დიდ თოვლობას, ასევე განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 2000-მდე მოქალაქე არის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი და როგორც გითხარით, 24 საათი რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური იმისათვის, რომ მოხდეს სტიქიასთან გამკლავება, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის განცხადებით ბოლო დღეების განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური იყო ჩართული იმისათვის, რომ მოეხდინათ თოვლისგან გაწმენდა ყველა ქუჩების, ასევე მუნიციპალიტეტებში, ასევე აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ბაღებსა და სკოლებში შეჩერდება სწავლება. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო სამსახურები და მნიშვნელოვანია, რომ როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად ქუჩაზე, ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღდგენილობითი პროცესი, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური, ასევე ყველა ტექნიკური საშუალება და ბუნებრივია შემდეგი დღეების განმავლობაში ჩვენ ყველა გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ამ ეტაპისათვის მოძრაობისთან დაკავშირებით შეფერხება ადმინისტრაციულ ცენტრებამდე არ არის. ჩვენ ყველა სამსახური აქტიური კომუნიკაციაში არიან მოქალაქეებთან. ისეთი მდგომარეობა, სადაც პაციენტები, მძიმე ავადმყოფები არიან გადმოსაყვანი, ჩართული არის შესაბამისი სამსახურები და მაქსიმალურ დახმარებას უწევთ მოქალაქეებს. არის ადგილები, სადაც თოვლი 1 მეტრზე მეტი არის უკვე. იცით, რომ დენი არ მიეწოდება 2000-ზე მეტ აბონენტს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეზღუდვებით მუშაობს, რამდენიმე რეისი გადამისამართდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე იმერეთშიც ებრძვიან სტიქიას, თუმცა ამის და მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამოსლო ბილიკის წმენდა და დამუშავება ყოფილი საწინააღმდეგო სიტყვით, ასევე სახაერო ხომალდებს გავუკეთეთ მოკირვის საწინააღმდეგო სიტყვით შესაბამისი პროცედურები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისი შეფერხების გარეშე მუშაობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უამიდობის გამო შეფერხებულია ოპერირება, რის გამოც რამოდენიმე რეისის გადმომისამართება მოხდა. სტიქიას ებრძვიან აღმოსავლეთ საქართველოშიც, რიკოთის გზაზე შეიძლება ითქვას, რომ გადაადგილება შეზღუდული არ არის. დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, შეზღუდები შეეხებათ მისაბმელიან და მსუბუქ მისაბმელიან ავტოტრანსპორტს, თუმცა როგორც გითხარით, აღმოსავლეთ საქართველოში მეტნაკლებად უკვე მსუბუქი ვითარება არის და დიდ-თოვლობა შეიძლება ითქვას, რომ დიდ-თოვლობის გამომდინარე არ არის საგანგებო ვითარება გამოწვეული. სახლიდან გამოვიდი ძვირფასად და მარშრუტკა იდგა ჩვენი სოფლის მარშრუტკა ამოსული იყო ძვირფასად. გამოვყე წავედი ხაშურში, მოვიარე ხაშური ხუთი ვერაგერ. არაფერი პრობლემა არ არის. ფაქტურად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა სოფლების მიმართულებით და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს აქტიურად, როგორც სოფელი ბეკამი, სოფელი ჩორჩანა, სოფელი წაღული, პროლოსანი. თვითონ ქალაქ ხაშურშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოების წარმოება, იყრება ტექნიკური მარილი და ფაქტურად ამ ეტაპისთვის არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ ტრანსპორტს არ შეეძლოს გადაადგილება. რაც შეეხება კომუნიკაციებს მიწოდებათ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის პრობლემები არ არის.
საქართველოს უკვე მეხუთე დღეა, რაც სტიქიას ებრძვის. მადლობა სიმონ შანავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თითოეულ გურიასა და სამეგრელოში რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკა მობილიზებული ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება იყო შეფერხებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით მოსახლეობას ახლა ეს პრობლემა აღარ აქვს. გურიის რეგიონში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც რწმუნებულების ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს. რაც შეეხება სამეგრელოს, ფოთის, სენაკის, ზუგდიდის, აბაშის, ხობის სკოლების და ბაღების ნაწილში სასწავლო პროცესი 2 დღით შეწყდა. ყველაზე მეტი პრობლემა აქ შეიქმნა ფოთში, სადაც გზებს ახლაც წმენდნენ. რეგიონში თვითონ ძირითადად პრობლემა ფოთში შექმნა, სადაც გაწმენდილი სამუშაოები ინტენსიურად დამატებითი ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გზები გაწმენდილია, იყრება ტექნიკური მარილი, გვაქვს რამოდენიმე სკოლა და ბაღი, სადაც სასწავლო პროცესი გადადებულია ზოგან 1 დღით, ზოგან 2 დღით. ეს ეხება ფოთის და სენაკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ზუგდიდის, აბაშის, ხობის სკოლებსა და ბაღების ნაწილს. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, როგორც დაბაში, ასევე სხვადასხვა სოფელში იწმინდება ცენტრალური გზები, 17 ერთეულამდე ტექნიკა მუშაობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, იწმინდება პირველ რიგში ცენტრალური გზები და ცენტრალური გზების შემდეგ გადავალთ უკვე შიდა საუბნო გზებზე. რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მთავრობის ხდომაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, მისივე თქმით მომდევნო დღეებში, ისევე როგორც დღეს ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული. არის თითოეულობა რამდენიმე რეგიონში და არის საჭირო ყველა უწყების სრული მობილიზება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე ამ თითოეულობიდან გამომდინარე. უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად 3 წელი გავიდა 29,000-ზე მეტი სამოქალაქო პირი და 50,000 ჯარისკაცი. ომში დაღუპულთა ეს სტატისტიკა არასრულია. მილიონობით უკრაინელი დევნილი გახდა, ქვეყნის 18% კი ოკუპირებულია. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა განცხადება. შალო პაპუაშვილი საკუთარ პოსტში წერს იმ ნაბიჯებზე, რაც ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა. აქვე აქცენტს აკეთებს იმ კრიტიკაზე, რაც ოპონენტების მხრიდან ისმოდა. შალო პაპუაშვილის განცხადებით ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ ხელისუფლება მიიღო, საფუძვლად ედო ეროვნული ინტერესები. ღია და ფარული წნეხის მიუხედავად ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს. ვინაიდან ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისთვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა. საქართველოსთვის კი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში ეკონომიკურ კოლაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა. უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ელჩი გაიწვია. თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ ქართველი ხალხი უკეთესი იყო ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, რითაც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა ღიად მოგვიწოდეს ძალი დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებები, რომ ბომბები ერჩივნათ იმ სირცხულს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია. დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი იმ ფონზე, რომ 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ სტრატეგიული მოთმინებისკენ. მათ ახლა მოულოდნელად ჩვენი მთავრობისგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომოკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად. უკრაინის ომის პირველივე დღეებიდანვე საქართველოს მოუწია გაეძლოს საშინაო და საერთაშორისო წნეხისათვის, რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა. 2022 წლის ზაფხულში საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოწინავე ქვეყანა ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში. ევროკავშირის ყველა ინდიკატორის მიხედვით და დღემდე ვრჩებით ბევრი ნიშნით მოწინავე ქვეყნად ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ გადაწყვეტილებამ რადიკალური ოპოზიცია
ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ მართული პროტესტის ტალღა გამოიწვია. როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანახმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგცა ჩვენი ქვეყანას სწორი მიმართულებით წაგვიყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვიბიძგებდნენ იქითკენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ახალი ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის გაუგებარი მოთხოვნებისთვის დაგვექვემდებარებინა. ეს არ მოხდება მით უმეტეს ქართული ოცნების მმართველობისას. თემაზე სხვა პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა. ოპოზიციის ნაწილში მიაჩნიათ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო ბევრად აქტიური უნდა ყოფილიყო უკრაინის მხარდასაჭერად. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ამ შემთხვევაში უკრაინის და საქართველოს ინტერესები თანხვედრაშია. სწორედ ოპოზიციის კრიტიკაზე აქცენტირებს მმართველი გუნდი. აქვე ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ მიდგომები შეიცვალა და ბოლო წლები ხელისუფლებისთვის საკმაოდ რთული იყო. ომი არის ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იქ, სადაც 20% არის ოკუპირებული რუსეთის არმიის მიერ და სადაც დღესაც დგანან რუსული ჯარები. როდესაც საუბარი იყო უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერასთან, ეს იყო ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა, მით უმეტეს, რომ ამას გვავალდებულებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვაქვს უკრაინელებთან და ასევე უკრაინელების წვლილი ძალიან დიდი იყო საქართველოში აფხაზეთის ომის დროს. ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო აქტიური, მათ შორის უკრაინის დასახმარებლად, იმიტომ რომ იქ უკრაინელები იცავენ არა მარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების, ან რუსეთის ფედერაციის გარშემოყოფი ქვეყნების, ისეთი როგორც არის საქართველო, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო საქართველოს როლი უკრაინის დახმარების საქმეში. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ ასობდეს, თქვენ ვერ დამისახებთ ერთ-ერთ ფაქტს, რომ ჩვენ გაგვეჟღერებინოთ მსგავსი პოზიცია, რომ საქართველოს უნდა დაეწესებინა სანქციები რუსეთისათვის. მსგავსი არ ყოფილა და რა თქმა უნდა ეს პოზიცია დღესაც შენარჩუნებულია და ყოველთვის შენარჩუნდება, იმიტომ რომ ვინმეს თუ არ ესმის ახლა ამის მნიშვნელობა, ეს მეორე საკითხია, ეს მისი პრობლემაა. გახსოვთ თუ რამხელა შემოტევა იყო იმ უსამშობლო რადიკალების მხრიდან თუნდაც, რომელიც გარედან ფინანსდებოდა აგენტურა მოქმედობაში, ასევე გარეთა ძალები, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები და ამასთან დაკავშირებით ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა და მისი მთავარი ერთ-ერთი ამოცანა არის deep state-ის დამარცხება, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. შესაბამისად ძალიან რთული იყო ეს 3 წელი. უკრაინაზე მინდა ორი სიტყვა თქვა, ხედავთ თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა უკრაინაში, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, განადგურებული ქალაქები, სოფლები, ინფრასტრუქტურა. არ ვიცი რა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინა და ეს ყველაფერი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. მოგვიწოდებდნენ რომ ომის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, როგორც მთავრობის ხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ომის შედეგები მეგობარი ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა, მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობა მალე იქნება. 3 წელი შესრულდა ზუსტად უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. 10 მილიონამდე ადამიანი უკრაინელი იქცა დევნილად ან ლტოლვილად. 20% უკრაინის ტერიტორიების არის დღეს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ცალკე უნდა აღინიშნოს. საგარეო ვალი უკრაინის აღწევს თითქმის ეკონომიკის 100%, 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წელს უკვე გადასდება წლის ბოლოსთვის 100%-ს ეს მაჩვენებელი. ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებით დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა გამოთქვა იმედი,
რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. უკრაინის საკითხზე ამერიკის მიერ გაეროში წარდგენულ რეზოლუციას, რომლის თანასპონსორი მხოლოდ საქართველო იყო, ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაც შეუერთდნენ. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი და კიევი გაეროს ორ სხვადასხვა რეზოლუციას თავაზობენ. კიევის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის, ვინ დაიწყო ომი, არ არის კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დასრულებაზე. წინასწარ ცნობილია, რომ უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა აქვს, თუმცა ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს უკვე აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება. შტატებმა უკრაინას პროექტის უკან გაწვევა ურჩია. თემაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა თბილისში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. სამწუხაროა და ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და რა თქმა უნდა ჩვენ ხარი დაუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას. ომის ამ წლისთავზე მე ვისურვებდი, რომ ერთი რეზოლუცია იყოს და ეს ერთი რეზოლუცია ქმედითი იყოს, მაგრამ ისეთ პოლიტიკური ვითარება გვაქვს დღეს ჩვენს ასპარეზზე, როგორიც გვაქვს, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელიც გაერომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რეზოლუციის წამდგენება, ეს არის მშვიდობის მტრის სწორად იდენტიფიცირება ამ რეზოლუციაში. ის, რომ რუსეთის ფედერაცია 3 წლის მანძილზე ძალადობს და უკრაინელ ხალხზე აწყობს გენოციდს და აწარმოებს სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ფაქტიურად ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის მერე პირველად. სიმართლე გითხრათ, პირადად არ ვიცნობ ტექსტუალურ ნაწილს არც ერთი პროექტის, ამიტომ დიდად შეფასებას ვერ გავაკეთებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რეზოლუცია იქნება ეს თუ არ ვიცი ნებისმიერი სხვა, რომელიც მიმართულია ამ ომის დასრულებაზე ცალსახად და რომელიც მიმართულია და დაიცავს უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. ფაქტი ერთია. საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ როგორმე გადარჩეს აი ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში. და ამის ერთადერთი გზა არის მშვიდობის დამყარება. ის რესურსი, რაც ამერიკას გააჩნია, არ გააჩნია საქართველოს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი. საქართველოს თუ კი თავის ინტერესი აქვს, ეს არის გასაკვირი აი ამ უსამშობლო ადამიანებისათვის. ჩვენი ინტერესია შეჩერდეს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ რეზოლუციას ამ ფორმულირებებით თulis საჭიროდ და აუცილებლად. რუსეთი რომ აგრესორია, ეს ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ვამბობთ არაერთხელ, რომ ოკუპანტია, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. აუცილებლად იმ რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს პოზიცია, ეს არის მოგონილი ადამიანებისა, რომლებიც არიან შეშფოთებულები, ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ შეიძლება მშვიდობა დამყარდეს ისე, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში და კვლავ აი ამ deep states თუ გლობალური ომის პარტიის მსახურებად გამოჩნდნენ. უკრაინის ომის 3 წლის თავზე საუბრი დაიწყო გამოსვლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58 სესია იმართება. მაკა ბოჭერიშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც რუსული აგრესიის შედეგად დღეს ქვეყანა დგას. დიპლომატის თქმით, აღნიშნული გამოწვევების ფონზე ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს მიმართ სპეკულაციები უნდა შეწყდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. Which halted our democratic development for Thank you, Excellency. On this day 3 years ago, Russia's war against Ukraine. ზუსტად 3 წლის წინ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ეს ომი ნათლად აჩვენებს ადამიანის უფლებების დაცვაზე შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრევალ ზეგავლენას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. ჩვენი უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვითარებისთვის მშვიდობასა და სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საბჭოსთვის კარგად არის ცნობილი იმ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგად დადგა. ოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლების წართმევის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ეგრეთ წოდებული არჩევნები უკანონოა და არ გააჩნია სამართლებრივი ძალა. 2024 წელი რეკორდული საარჩევნო წელი აღმოჩნდა გლობალურად. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჟღერდება სპეკულაციები, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. უნდა შეწყდეს ხელოვნური კრიზისის შექმნასა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მანიპულაციების გამოყენება და ხალხის დემოკრატიული არჩევანის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მიაღწია მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს ინკლუზიური ეკონომიკის უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს კვლავ მხარს უჭერს საბჭოს მანდატის ეფექტიან განხორციელებას. ნება მომეცით კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩემი მთავრობის სრული მზადყოფნა, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და აქტიური ჩართულობა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან. ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე კიევში უკრაინის მხარდამჭერი სამიტი იმართება. ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ევროპის ლიდერები შეიკრიბნენ მსჯელობენ ქვეყნის მომავალზე. სამიტში მონაწილეობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. უკრაინა ევროკავშირისგან მარტში 3,5 მილიარდ ევროს მიიღებს. დღეს აქ ვართ, იმიტომ რომ უკრაინა ევროპაა, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. გვალმაგიდასთან ასევე შეხვდნენ ისპანეთის, კანადის, შვედეთის, ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე ლიეტუვის და ლატვიის პრეზიდენტები. Стверджує, що НАТО зараз є найбільш спокій та мир в Європі. Ми за 3 роки ომის დასრულება ნდობის აღდგენის ნაბიჯებიდან უნდა დაიწყოს, იმ ნაბიჯებიდან, რომელიც ვითარების მიმართ აღადგენს ნდობას. იმიტომ რომ რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს. გვჭირდება სიტუაცია, რომელიც ომის დასრულებაზე იქნება ორიენტირებული. ახლა ამგვარი ნაბიჯი შესაძლოა სამხედრო ტყვეების გათავისუფლება იყოს. ათასობით ადამიანის, ვინც რუსეთის ტყვეობაში რჩება, მათი ნაწილი 2022 წელზე გაცილებით ადრე, იქ 2014 წლიდან იმყოფებოდა. რუსეთმა უკრაინელები უნდა გამოუშვას. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა-ყველაზე. ეს სამართლიანი ვარიანტია. ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს შეხვდება. საფრანგეთის პრეზიდენტით ერთ სახლში უკვე მივიდა. ის დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკო წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ევროპის ურთიერთობის დარეგულირებას. გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, მაკრონი შეეცდება ტრამპი დაარწმუნოს, არ აწარმოოს რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებები ევროპის და კიევის ჩართულობის გარეშე. ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-16 პაკეტის მიღება გამოაცხადა. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ დღის წესრიგში საქართველო არ იყო, თუმცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დიპლომატებთან მოკლედ საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც განიხილა. მისივე თქმით, პროტესტის ყველა მონაწილე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და ძალის გადამეტებული გამოყენება პროტესტის მონაწილეების მიმართ რეგიონში ვითარების გაუარესების სიგნალს იძლევა. პროტესტის ყველა მონაწილე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს დგამს, არ მიდის ევროპის მიმართულებით. ველით, რომ გარკვეული ღირებულებები და ნაბიჯები გადაიდგმება კანდიდატი ქვეყნისგან, როგორიც არის საქართველო. ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნისში და საქმეებში ჩარევა დაფასებს ქართული ოცნება. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ სარაფლს ელოდებიან და მსგავსი პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია. თვეების წლების განმავლობაში იმდენ უსამართლო გადაწყვეტილებას ხედავთ, უსაფუძვლო განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შესაბამისად არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ Deep State საბოლოო ჯამში იქნება დამარცხებული. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა. ჩვენ ცოტა ადრე ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე. ახსოვთ ევროკომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აღიარებითი განცხადება, რომ დღეს ბრძოლის ველი უნდა გადმოვიტანოთ საქართველოსზე. სწორედ აი ეს არის. იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო
ამ როიტყვიან რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს. ამიტომ მთელი აი ამ წყება მათ მიერ ასე ვთქვათ ვერ განხორციელებული ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებიდან გამომდინარე დღეს რა თქმა უნდა შურისძიების რეჟიმში არიან გადასული, მაგრამ ალბათ ღმერთს რომ არის სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას მაქსიმალურად ცდილობენ რომ არ მისცენ. ერთი მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ამ შენობას წვავდნენ, როდესაც პოლიციელებს წვავდნენ, ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა თუ ევროკავშირის ლიდერმა ვერ გაბედა, ვერ გამოვიდა და ვერ თქვა, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი. პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის მე-11 პრეზიდენტს თანამდებობაზე დანიშნოს ულოცავს წარმატებებს უსურვებ მას ატო კანდას მდგრადი ინკლუზიური და მედეგი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება, წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე. ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ვისაუბრა მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ქვეყანას კარგი მონაცემები აქვს დასაქმების და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. პრემიერ-მინისტრი ელის, რომ იანვრის ეკონომიკის ზრდა ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს იქნება, დაზუსტებული მონაცემები რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს. წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20,100 ადამიანით მიაღწია 978,500 სამაჩვენებელმა, რაც შეეხება თვით დასაქმებულთა რიცხოვნობას, ის გაიზარდა 19,700 ადამიანით და მიაღწია 433,500. ამავე პერიოდში მუშაობთა რაოდენობა შემცირდა 14,700-ით, დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწია 1,412,500, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და ამოგვიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ამბიციური მიზანი. რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნათ, არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ეს. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39,3%-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა. წინასწარი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს. ხედავდით, რომ გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისი ხელოვნურად შექმნის გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა. მათ გეგმებს რა თქმა უნდა განხორციელება არ უწევია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება იქნება, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი იზრდება. 2025 წლის იანვარში კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი 1,123,000 ტონა ტვირთი გადაზიდა. 30%-ით გაიზარდა რკინიგზის შემოსავალი სატვირთო, 37%-ით კი საკონტეინერო გადაზიდვებით. ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები 21%-ით გაიზარდა, ქიმიკატების 35%-ით, მშრალი ტვირთის კი 70%-ით. ბოლო 10 წლის პერიოდის დინამიკაში 2025 წლის იანვრის თვე საუკეთესო შედეგებით გამოირჩევა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გაზრდილია ნავთობპროდუქტების, ქიმიკატების და მშრალი ტვირთების გადაზიდვების მაჩვენებელი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. მათ შორის 37%-ით გაზრდილია საკონტეინერო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. თუ დავაკვირდებით ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სწავლების სფეროები. ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ზუსტად ამ მიმართულებით ფიქსირდება. მათ შორის რკინიგზის გადაზიდვები თავისი პრიორიტეტია. იცით რომ აქტიურად ვიმუშავებთ რკინიგზის მოდერნიზებაზე, ფაქტობრივად მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ 2025 წელს უნდა დავასრულოთ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რიკოტის მონაკვეთს მოიცავს. და როგორც სიჩქარე, ისე უსაფრთხოება და შესაბამისად გამტარუნარიანობა ჩვენ რკინიგზის უნდა გაიზარდოს
ბოლო სამუშაოებია, რომელიც დარჩენილია და მიმდინარე წელს დასრულდება, 40 მილიონ ტონას გადააჭარბებს ჩვენი შესაძლებლობა. 27 მილიონი ტონიდან 58 მილიონ ტონამდე ავდივართ, ეს ყველასთვის ცნობილი ინფორმაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგცემს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ თვითბრუნვა დერეფანში და მეტი შემოსავლები მიიღოს არა მხოლოდ რკინიგზამ, არამედ მთლიანად ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულმა რგოლებმა. ხმაურიყო წალენჯიხის საკრებულოში განიხილეს 2025 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები. ფრაქცია ქართული ოცნება ოპოზიციურ მერიას ბიუჯეტის არასწორ განაწილებასა და არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს, მათ შორის საუბარი იყო საბავშვო ბაღების თანამშრომლებისათვის ხელფასების დაგვიანებაზე. პასუხად მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საკრებულოს გვერდისავლით მერია ხელფასებს ვერ დარიცხავდა და საკითხი საკრებულოზე ფინანსთა სამინისტროს თანხმობის მიღებიდან მალევე გავიდა. საბოლოოდ საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი წალენჯიხის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, მათ შორის ბაღის აღმზრდელებისათვის გაზრდილი ხელფასების დარიცხვას. ჩვენ გქონდა კომუნიკაცია ბუნებრივია ბაღის თანამშრომლებთან და მათ ოფიციალურად შევფერდით, რომ იანვრიდან გაეზრდებოდათ ხელფასი. ბუნებრივია ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ და ვუძდით იანვრიდან ხელფასს. ანუ ის ნაწილი, რაც იანვარში ვერ ჩაერიცხათ, აუნაზღაურდებათ შემდგომ თვეებში. როგორც ჩანს, რიგი ძალები შეგნებულად ცდილობენ, რომ ააბუნტონ შიგნით თანამშრომლები და მათ შეუქმნან განცდა, რომ ჩვენ ან ვატყუებთ, ან არ ვუძვდით ხელფასებს. ეს მასე არ არის. ჩვენი ბრალდებები იყო, რომ ნაშთები არის გადანაწილებული ძალიან არამიზნობრივად, ანუ კონკრეტულად იქ არის 160,000 ლარი რაღაც მანქანის შეძენა, ავეჯის შეძენა, აიფშიც ჯვარის დასუფთავებაში აიფშიც დაასაქმეს ადამიანი, რომლის დასაქმების გარეშე შეიძლებოდა იმ პერსონალური მონაცემების დაცვის თანამშრომლის მოგვარება და ეს ზოგადად ეს იყო ჩვენი კითხვები მაგათ მიმართ. ხარი ჩვენ იმიტომ დაუჭირეთ, რომ ერთადერთი მიზეზის გამო, რახან ბაღების თანამშრომლებს მომატებოდათ ის 125 ლარი, რაც მთავრობის დადგენილებით არის. თუმცა იმ 125 ლარის მომატება იანვარშიც შეიძლებოდა, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში. მერია ჩვეულებრივად ფინანსების განკარგვას აგვიანებს. ნაშთი 2024 წლის 700,000 ლარი აღმოაჩნდა. ეს ამის დროულად ასახვა შეიძლება მომხდარიყო ბიუჯეტში და ხელფასებზე როა საუბარი და ფინანსთა სამინისტროსთან ტრანსფერს რო ელოდებოდა, სიტყვიერი შეთანხმება როცა ქონდა, თავისუფლად შეეძლო თავისი თანხა მიეცა ხელფასებისთვის. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი პარლამენტში ამ სახელწოდებით დაინიცირდა კანონის პროექტი, რომელიც შტატებში მოქმედი ფარას ზუსტ თარგმანს წარმოადგენს. პარლამენტის ბიუროს ხდომაზე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა შტატებში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში შესასწორებელი იქნება. ცნობისთვის მას შემდეგ, რაც ამ კანონს დაამტკიცებენ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი გაუქმდება. მოტივაციად ქართული ოცნება გარეჩარავებისგან დაცვას და სპეკულაციების დასრულებას ასახელებს. დღესვე დარეგისტრირდა მედის რეგულირების შესახებ პროექტიც. ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ბრიტანული მოდელი აიღეს. მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია არის ამერიკული ფარას სიტყვით მძიმე წერტილით თარგმანი და შემდეგ უკვე საკანონმდებლო განხილვის პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან, თუმცა ამითი ნებისმიერი ის qalbit სრულ ნარატივი, რომელიც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით, რომ რას ცდება, რას არ ემთხვევა, რას არ ემთხვევა, რას შეესაბამება, რას არა, ამითი დასრულებულია. აგერ არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვით თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონისა. პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს მიერ იქნა მიღებული, ჩვენი გუნდის მიერ, რომ სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიცირებულიყო იმისათვის ისევ და ისევ, რომ მე აღარ ყოფილიყო საუბარი დაკარგვების ცდილობებიც კი თარგმანში დაკარგვების გულისხმობ და რა თქმა უნდა რიგ კანონებში დამატებით დასჭირდება მოცულებები, მაგრამ იმისათვის რომ იყოს სამჯეროდ შემოდანილი, რომ დიახ, აი ეს არის ზუსტად ქართულად ნათარგმნი, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვს თარგმანთან დაკავშირებით აგერ ვართ წარმოადგენთ ნებისმიერი ცვლილება და ალტერნატივა, რომელიც იქნება უკეთესი თარგმანი, იმას გავითვალისწინებ და ანალოგიურად რაც შეეხება უკვე აღმასრულებელ ორგანოებს, რა თქმა უნდა, დამატებით დასჭირდება იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან ჩვენი რეალობიდან გამომდინარე.
ეს არის კურიერი 6 საათზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. თითქმის 29%-ით მის პარტიას ბუნდესტაგში 630 ადგილიდან 208 მანდატი აქვს. მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის 20%-ით, ანუ 152 ადგილით. ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა დაახლოებით 16%. 11% აქვთ მწვანეებს. ამგვარად გერმანიის მოსახლეობამ მხარი მთავრობის შეცვლას დაუჭირა. ჩვენ გვექნება მთავრობის მართვის მანდატი. დიდი მადლობა განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. საარჩევნო კამპანიის სტრესი კლებას იწყებს და თავს კარგად გრძნობ. განსაკუთრებით აქ პარტიის შტაბში. ჩვენ ვზეიმობთ, მაგრამ ხვალ მუშაობა იწყება. ჩვენ ვაპირებთ ერთმანეთთან დალაპარაკებას და მთავარია გერმანიაში მთავრობა შევქმნათ, რომელსაც შეუძლია რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს. კარგი საპარლამენტო უმრავლესობით. სამყარო არ გველოდება და არ ელოდება ხანგრძლივ კოალიციურ მოლაპარაკებებს. ჩვენ ახლა სწრაფად უნდა დავიბრუნოთ მოქმედების უნარი, რათა მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ გერმანია კვლავ საიმედოდ იმართება. ეს არის მწარი არჩევნების შედეგი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ. სწორედ ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩვენთვის ასე მძიმე ბრძოლა გასულ კვირებსა და თვეებში. წინა არჩევნების შედეგი უკეთესი იყო და ამაზე პასუხისმგებლობა მე მქონდა. ამჯერად არჩევნების შედეგი ცუდია და ამ შედეგზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ამ ეტაპზე ამის თქმა მინდა. ამიტომ ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მივილცა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცს მომავალი მთავრობის შექმნის მანდატი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავით არის თანამშრომლობა უკიდურეს მემარჯვენეებთან. საქართველოში განვითარებული მოვლენები შიდა ქართლის პოლიციამ გაზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორ პირის დანიცხევლის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დანაშაული 20 წლამდე ან უბადო პატიმრობას ითვალისწინებს. კომენტატორი სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა. უწყების ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდებოდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელხობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. კერძოდ საუბარია დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, გამოძიება ქალის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს. მეტადან მისული ინფორმაცია კი ემთხვევა მის სამართს, საიდანაც ყალბი აკაუნთით პირი უკანონოდ მოიპოვებდა ფოტომასალას. ჩხრეკის პროცესს ადვოკატი ესწრებოდა, ბირინდან კომპიუტერული ტექნიკა და ნივთები ამოიღეს. ამოიღეს ლეპტოპები, ამოიღეს დისკები და ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ის დისკები არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, იქ 90-იანი წლების რაღაცეები. აღებული არის ლეპტოპები, ჩემი ტელეფონი აქვს ასევე ამოღებული, ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდია. ყველამ ძალიან კარგად იცის და აქვე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ აუცილებლად, რომ მაინც ყველა შემთხვევაში ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ. დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების სამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმის სამართს, საიდანაც ყალბი აკაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არ არის საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით მერე ინფორმაცია საზოგადოებას ვაცნობებ. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის სასამართლოს ხდომა გაიმართა. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლეს. დაიკითხა ორი მოწმე. გიორგი მინდაძეს ედავებია, რომ 29 ნოემბერს პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო. იკითხებოდნენ ის მოწმეები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მეორე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, ანუ მეორე დრო შედგა იმ ოქმში. ხოლო დასაკითხები არიან ჯერ პირველად რო დათვალიერდა შემთხვევის ადგილი ის მოწმეები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმართლე რო გითხრათ და დაგიმარლოთ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი იმდენად ცუდადაა შედგენილი კალიგრაფიული თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაც სამოკითხვა დღემდე ვერ შევწევი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა
ღევანდებმა მოწმეებმა ბევრი ვერაფერი ვერ დაადასტურეს. დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი და ასევე ექსპერტი, რომელსაც ჩაატარა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა ვიდეო ჩანაწერზე. საქმის მთავარმა გამომძიებელმა თქვა ის, რაც საქმეში ჩანს და საქმეში ჩანს შემდეგი რაღაც. გიორგი მინდაძეს ჩაბარდა უწყება, რომ გამოცხადებულიყო საგამოძიებო უწყებაში. მან მოაწერა უწყებაზე ხოლმე ნებაყოფლობით მოვიდა საგამოძიებო უწყებაში. შემდგომში გამოცხადდა, გამოიკითხა და გამოკითხვის შემდგომ არის იგი დაკავებული. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდები დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმე განიხილეს. მას პოლიციელების მისამართით ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან სასამართლოში ჩვენება მისცეს გამომძიებლებმა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა დამატებითი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა. მისი განცხადებით კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან ამოღებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა. რამდენიმე ვიდეოა, დაახლოებით 10-მდე ვიდეო, სადაც ჩანს აქციაზე გადაღებული 8 წამიანი, 10 წამიანი, 5 წამიანი პატარა კადრები და არის ერთი ვიდეო, სადაც არის ესეთი ფაქტი, რომ ცეცხლი უკიდია რაღაც მატერიას ნაჭერს და არ ჩანს სხვა არაფერი. არც ანზორ კვარაცხელია თუ ბრალდების ხარ იმეს თქვა არის სასახად ტყუილი, არ ჩანს არაფერი გარდა იმისა, რომ ცეცხლი უკიდია მატერიას. დღეს დაკითხულმა პირველ მოწმემ განმარტა, რომ მან Facebook-ზე ნახა ვიდეო ჩანაწერი, ორი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს პიროვნება ერთ შემთხვევაში, რომელიც ისვის ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილს და მეორე შემთხვევაში იგივე პიროვნება, იგივე აღნაგობით, იგივე ტანსაცმლით, როგორ დადის აქციაზე. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები ვინაიდან საქმესთან იყო კავშირში, მან შეინახა მობილურ ტელეფონში და ასევე ატაკით დაურთოს ისვის სამართლის საქმეს. იმ მაისურს, რომელიც აცვია შემთხვევის დროს ანზორ კვარაცხელიას, იგი წვავს და ეს ვიდეო მისი ტელეფონიდან იქნა გამოთხოვილი და ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ჩაიგნა ანზორ კვარაცხელიამ დანაშაული. მორიგის ხდომა გამართა აფხაზეთის მთავრობამ პრესამსახურის ცნობით განიხილეს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები, ცვლილების თანახმად იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს სტატუსის შეცვალა, ჩამოყალიბდა იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ყველანაირი წესების და პროცედურების დაცვის შედეგად გადაკეთდეს იუსტიციის სამინისტრო. დაგვემატა ესეთი ფუნქციები, რაც მოიცავს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას, ასევე პორტალი, რომელიც განაპირობებს დევნილი მოსახლეობის უკეთ მომსახურებას, აღნიშნული ფუნქციები დევნილ მოსახლეობას საშუალება ექნება ინტერნეტის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით დაუკავშირდეს სხვადასხვა სამინისტროებს, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით განათავსონ განცხადებები, თავისი მოთხოვნები, რომლებზეც იქნება ადეკვატური და მყისიერი რეაგირება. ლეხვთახევში გამაგრებითი სამუშაოები ტარდება. მერიის ინფორმაციით პროცესი ბოტანიკურ ბაღში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. ამ ეტაპზე ტურისტებისთვის გადაადგილება შეზღუდულია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთლიანად ეს სივრცე იყოს გამაგრებული. ცოტა სამუშაო რთული ადგილია, შესაბამისად დროებითი პლატფორმის გაკეთება მოგვიწია, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. სამუშაოების დამთავრებას გეგმავთ აგვისტოში და სექტემბრიდან უკვე მინდა რომ გაიხსნა, თუ არ გამოჩნდა კიდე რაიმე დამატებით, იმიტომ რომ როდესაც აწარმოებენ უშუალოდ სამუშაოებს, ჩნდება დამატებითი პრობლემები. გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც ფათაცვენის წინააღმდეგ დამცავი ბადეები მოეწყობა და მთლიანად აღნიშნული სივრცე ტურისტებისთვის, აქ მომსვლელი ადამიანებისთვის იქნება სრულად უსაფრთხო. ასეთი იყო კურიერი 6 საათზე დღის ყველა ამბავი, სლაიდ შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯიზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.